booked our flights. Let's go see a show in Mexico. Hi guys, მოკლედ გიჟდები ამ პროცესზე, მიყვარს YouTube-ის ვიდეოს გადაღება და რა გავაკეთო. პირველ რიგში გეტყვით რომ ჩემი დაბადების დღეა. მადლობთ მოლოცვებისთვის. ისეთი დაბადების დღის გადახდა არ მინდოდა, რომ აი მთელი დღე დავრბივარ, ვემზადები, უნდა წავიდე რესტორანში ან სადმე რაღაცა, ანუ მოკლედ ძალიან ესეთი გადაღლილი და დატვირთული დაბადების დღე არ მინდოდა რომ მქონოდა. ამიტომ გადავწყვიტე ვაკეთო ჩემს დაბადების დღეზე ის რაც მე მინდა. და ესე ვთქვათ, ჩემი თავი გავახარო ჩემს დაბადების დღეზე. ხო და მოვედით აუზზე. ამ ზაფხულს უკვე მეორედ ვარ აუზზე. არ ვიცი რატომღაც ვერ მოვახერხე აუზზე წასვლა და რუჯზე ვგიჟდები რა გავაკეთო. ეს რო ბრჭყვიალებ კამერაში ჩანს. ძალიან მომწონს. ხო და ვაპირებ რომ აი ესე გავატარო ჩემი დაბადების დღე. უწრუპოცი ვიყავა. შეიძლება რამე კოქტეილიც, გავწურო, რუჯი მივიღო, მაგრამ მე ადრე გაღვიძება არ შემიძლია, ამიტომ ჩამეძინა. დაახლოებით 12 საათისთვის მოვედით. მაქსიმალურად ვცდილობ რომ ზეს მოვერიდო, რა ვიცი რამდენად გავამივა, არ ვიცი, მაგრამ ნუ იმედი მაქვს არ დავითუთქები. ხო და მეგობრებო, გაატარეთ ეს დღე ჩემთან ერთად. ესე კონკრეტულად მე პირადად დაგეგმილი არაფერი არ მაქვს, რა ვიცი. აუზის შემდეგ ვაპირებ რომ აგარაკზე ავიდე და ნუ ოჯახის წევრები იქნებიან. და ნუ მოკლედ ესე გავატარებ ჩემ დღეს. გაჩვენებთ აუცილებლად ყველაფერს. სხვადასხვა ეს რეკლამა არ არის. ვილა მოსავალში ამოვედი და ახალი სასტუმრო გაიხსნა, ახალ აუზზე ვარ. და აი რა ვიცი, ამ აუზზე პირველად ვარ და ძალიან მომწონს. ეხლა მინდა განახოთ ის ადგილები, რომელიც ძალიან მომეწონა. აი ეხლა აქ ვიჯექი და აქედან ვიღებდი ვიდეოებს. ანუ რა საოცრება. აი აქ რომ მოდიხარ ისვენება, ოღონდ მართლა. იქეთ არის უკვე აუზი, ჩვენ სადაც ვართ. ის აქეთ სასტუმრო, აქეთ ეს პატარა სასტუმრო, შედარებით პატარა აუზით. არ ვიცი რამდენად აღიქომთ, მაგრამ სულ გამწონებულია აი აქაურობა. ძალიან სიმშვიდეა. ხო ვწყინავ ახლა ჩემ დაბადების დღეზე. ისეთი ლამაზი ადგილია, მინდა რაღაცა TikTok-ის ვიდეოები გადავიღო. ეხლა უცებ წარმოიდგინეთ ვილა მოსავალი რომ წერს, რომ ნანონეკო უნდა დაგასპონსოროთო, ესე იგი. შენ რა მაგარი კონტენტ კრეატორი ყოფილხარო, პირველად გნახეთო და გაოცებულები ვართო და ნუ აი რა ვიცი, მოკლედ გთხოვ ვითანამშრომლე ჩვენთანო. წარმოიდგინეთ? მე ვერა. ხო და დავასპონსორეთ. ეხლა ხო ჩემი დაბადების დღეა და ვიცი მკითხავთ ნანონეკო რამდენი წლის ხარო და თქვენი აზრით რამდენი წლის ვარ? ანუ ხალხო, ისეთი ადგილია რომ უბრალოდ მინდა რომ ვიდგე და ვიდეო გადავიღო, უბრალოდ ვერ ხვდები მეტი რა გადავიღო, ანუ ვიღებ და ანუ კიდე მინდა რომ აქ ვიყო. არა მგონი მზის დარტყმის ნიშნები მაქვს, ახლა სასწრაფოდ უნდა ჩავყვინთო. იმედი ეხლა აქ მე მიკროფონს არ გავაფუჭე. ეხლა არის 4 საათი, 5 დაიწყო უფრო სწორად. წეგან ვიდეოს ვიღებდი და წამიშალა. ვცდილობ რომ მოვერიდო ძალიან რაღაცა მწველ მზეს რომ არ დავიწვარა. ეხლა ჩრდილში გავყავს დრო, თან ვისვენებთ, დიდად არაფერს არ ვაკეთებთ. Mobile Legends ვითამაშე. სხვათა შორის ჰანაბი ვარ საქართველოში უკვე 50 ადგილზე. ეს აპეროლი შევუკვეთე, მაგრამ არ მომეწონა, იმიტომ რომ ძალიან ტკბილია. ეხლა ცოტა ხანი ვიჭყუპალავებ. მე მინდა კიდე რაღაცები გადავიღო და ავალთ აგარაკზე. ეხლა არის დაახლოებით 6 საათი და უკვე მივდივართ აგარაკზე, იმიტომ რომ თან რა ვიცი, უკვე დავისვენეთ რა. ხო და ეხლა წავალ აგარაკზე, გავემზადები, მინდა რომ ტორტთან ლამაზი ფოტოები გადავიღო, ძალიან საყვარელი ტორტი მაქვს შეკვეთილი სხვათა შორის და განახებთ ყველაფერს. აი რას ნიშნავს, როდესაც მზისგან დამცავით იღებთ რუჯს. აი ხო, რომელი საათი იყო რომ მოვედი, მგონი იყო პირველი, არა, 12 საათი იყო პირველი იყო დაწყებული და აი საერთოდ არ ვარ დამწვარი. ანუ ამ სილამაზეებს ხედავთ, ნახეთ რა ლამაზი სივრცეა. აუზიდანაც მოვედი, გავემზადე, გავიპრანჭე, აი აქ შეხედეთ. ჩემო მშობლებმა დამახვედრეს აი ეს სილამაზეები და ეხლა აქ ისეთი ტორტი დევს ერთი. და ცოტა შოკირებული ვარ. უნდა განახოთ აუცილებლად ახლოდან. ეს ტორტი მშობლებმა გამიკეთეს, საერთოდ არ ვიცოდი რომ აი ამას აპირებდნენ და ეს მე მინდოდა რომ მეთქი ლამაზ ფოტოებს გადავიღებ ჩემ ტორტთან მეთქი და ეს ჩემი შეკვეთილი აი ესეც ულამაზესი გამოვიდა, მაგრამ ამას უყურეთ, ჩემი TikTok-ის პროფილია. ნახეთ რა სილამაზეა. ეს ტორტები როგორ უნდა დავჭრა? არ ვიცი. ეხლა აქ უნდა გადავიღო ძალიან მაგარი ფოტოები, Instagram-ზე დამაფოლოვეთ.